გამარჯობა მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. ქართველების დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგაზე და კვარაცხელიას ოქროს ბურთის საგა. დაუშვა თუ არა მამარდაშვილმა კარიერული შეცდომა. რა იწერება მედიაში? ვიდეოს დაწყებამდე კითხონა დამიფასო ჩრომა და ავიდეთ ტრადიციულ 2000 მოწონებაზე. ასევე თუ ახალი ხარ ნუ დაიზარებ არხის გამოწერას. ყველას მადლობას იხდით მხარდაჭერისთვის და მოდი დავიწყოთ. მიქაუტაძის სატრანსფერო საგა გრძელდება. რას წერენ გიორგის შესახებ? ლიონი ფინანსური კრიზისის ბოლომდე გადასაჭრელად მზადაა რომ გუნდიც რომელიმე წამყვან ფეხბურთელს გიორგი მიქაუტაძეს ან მელიქ ფოფანას შეელიოს. ხოლო რაცამსაც ფრანგებმა ეს გადაწყვეტილება მიიღეს, ვილიარეალმა ლიონს გიორგის თაობაზე ოფიციალური შეთავაზებით მიმართა. ქართველი ბომბარდირით ასევე დაინტერესდა პრემიერ-ლიგური ბრენტფორდი, თუმცა მათგან რეალური ნაბიჯი არ ყოფილა. გავრცელებული ინფორმაციით ვილიარეალი მზადაა რომ მიქაუტაძის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადოს. ასევე ფრანგული გამოცემის ინფორმაციას ესპანური მედია გამოიხმაურა. კადენა სერმა კი დაადასტურა რომ ვილიარეალს მიქაუტაძის გადაბირება ნამდვილად სურს, თუმცა დაამატა რომ გარიგების ფინანსური მხარის დახურვა მარტივი არ იქნება. ფინანსური თვალსაზრისით ტრანსფერის დასრულება სირთულეებთან არის დაკავშირებული. მართალია ვილიარეალი 15 მილიონიან შეთავაზებას განიხილავს, მაგრამ ლიონმა საკუთარი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა. ფრანგული კლუბი მინიმუმ 25 მილიონ ევროს ითხოვს, რაცაც დამატებით 5 მილიონიანი ბონუსები უნდა დაერთოს. ამ ეტაპზე კი მოლაპარაკებები გრძელდება, აღნიშნავს გამოცემა. თუმცა როგორც ფრანგულ მედიაში იწერება, ბოლო სიტყვა თავად მიქაუტაძეზეა. გიორგის კი ლიონში დარჩენა ძალიან სურს და უნდა რომ წარმატებას ლიონში მიაღწიოს. მისთვის ახლა გუნდიდან წასვლა ძალიან მტკივნეული იქნება, რადგან მას ლიონში ყველაფერი აქვს რაც სურს. ამიტომ კარგი შეთავაზების მიღების შემთხვევაში კლუბს ქართველის გადარწმუნება ძალიან გაუჭირდება. ესპანური სპორტული გამოცემა AC გიორგი მამარდაშვილის შესახებ წერს და შემდეგ კომენტარს აკეთებს. პრობლემა თვალსაჩინოა. გიორგი მამარდაშვილის საქმეები ლივერპულში ისე ვერ მიდის როგორც ისურვებდა. მეკარე კლუბს ამ ზაფხულს ვალენსიაში ჯარით გატარებული სეზონის შემდეგ შეუერთდა და იყო მოლოდინი რომ მენფილდზე ძირითადი მეკარე იქნებოდა, მაგრამ არნე სლოტისთვის წითლების კარში ადგილს ისევ ალისონ ბეკერი იკავებს. ბრაზილიელი მეკარე, რომლის ინგლისიდან საუდის არაბეთსა და იტალიაში გადაბარგებას ელოდებოდნენ, სეზონის დასაწყისიდანვე პირველი მეკარის სტატუსი მოიპოვა. ამის გამო უკმაყოფილო უნდა იყოს მამარდაშვილი, რომელიც 4 სეზონის განმავლობაში ძირითადი მეკარე იყო საქართველოს ნაკრებსა და ვალენსიაში. ახლა კი მატჩებს სადადარიგოთა სკამიდან უყურებს. სლოტმა ის სეზონის წინა თამაშებში გამოსცადა და როგორც ჩანს გავლენა მილანთან მეკარის არადამაჯერებელმა თამაშმა იქონია. იმ შეხვედრაში ციმიკასმა ქართველს ბურთი ცუდად დაუბრუნა, რის გამოც ბურთთან პირველი ოკაფორი გაჩნდა, რომელმაც გოლის გატანაც შეძლო. ხოლო ვითარების გათვალისწინებით მამარდაშვილი ყოველდღიურად უნდა უსვამდეს საკუთარ თავ შეკითხვას, მიიღო თუ არა საუკეთესო გადაწყვეტილება მაშინ, როდესაც შემოთავაზება ნახევარი ევროპიდან ჰქონდა და არჩევანი მაინც წითლებზე შეაჩერა. რა თქმა უნდა, მას კიდევ შეუძლია ვითარების თავისასი კეთოდ შეცვლა, მაგრამ როგორც ჩანს ლივერპულის თავკაცმა კარის დამცველთან დაკავშირებით სეზონის არჩევანი უკვე გააკეთა. ალისონს კი მოქმედი კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს და ძნელად წარმოსადგენია რომ კლუბი მის ამოწურვამდე დატოვოს, წერს ესპანური გამოცემა. მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ ყველამ კარგად ვიცით თუ რა გზა გაიარა მამარდამ ვალენსიაში. ის კლუბში მესამე მეკარედ მიიყვანეს და დროის მოკლე მონაკვეთში გუნდის პირველი მეკარე გახდა და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მეკარედ მიიჩნევა. ამ ეტაპზე კი მამარდას გარკვეული დაბრკოლებები აქვს გადასალახი, რათა გუნდის პირველი მეკარე გახდეს. ეს კი რა თქმა უნდა მხოლოდ დროის ამბავია და მამარდა დიდი ხნის განმავლობაში კლუბის შეუცვლელი ფიგურა გახდება. გუშინ საღამოს ჩემპიონთა ლიგის 2025-26 წლების სეზონის ლიგის ფაზის წილისყრა გაიმართა. ტურნირი კი 16 სექტემბერს დაიწყება. PSG-ს მეტოქეები კი ბაიერნი, ბარსა, ატალანტა, ლევერკუზენი, ტოტენჰემი, სპორტინგი, ნიუკასლი და ბილბაო იქნებიან. ამრიგად ლიგის ახალ სეზონში ქართველების დაპირისპირებასაც ვიხილავთ. კვარაცხელია ქოჩორაშვილის წინააღმდეგ ითამაშებს. ქოჩორაშვილი კი ზარიესა და გადრანის წინააღმდეგ. ასევე საინტერესოა რომ კვარაცხელიას PSG ბარსელონას დაუპირისპირდება. ეს კი ძალიან სანახაობრივი და საინტერესო შეხვედრა უნდა გამოვიდეს. ორივე გუნდი შემტევ ფეხბურთს თამაშობს და წესით და რიგით ბევრი გოლიც უნდა ვიხილოთ. რაც შეეხება კვარაცხელიას თავს განვითარებულ მოვლენებს, როგორც მოგეხსენებათ ლიგა 1-ის მეორე ტურში PSG მანჟე 1-0 დაამარცხა. კვარაცხელიამ კი შეხვედრა მცირე დაზიანების გამო გამოტოვა. ცოტა ხნის წინ კი პარიზულმა გუნდმა შემდეგი შეხვედრისთვის მზადება დაიწყო, სადაც ასევე ქართველის გამოჩნდა. როგორც ცნობილია, ხუჩამ გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა ის ტულუზასთან 30 აგვისტოს სათამაშოდ მზად იქნება. ხოლო ვინც ამ შეხვედრის ანგარიშს გამოიცნობს, ის ტრადიციულად შემდეგ ვიდეოში მოხდება. აღსანიშნავია, რომ მოახლოებულ შეხვედრასთან დაკავშირებით ლუის ენრიკემ ისაუბრა. მან კი ამასთან ერთად კლუბის ამბიციებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, გუნდი განვითარებას განაგზობს და მათი სურვილია, რომ წინა წლის შედეგები გაიმეორონ. გუნდი მუშაობს, რომ გამოუჯობესდეს როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში.
მათ კიდევ აქვთ გარკვეული ფაზები, რომელიც გაუმჯობესებას საჭიროებს. გუნდში კი ყველას შეერა, რომ წელსაც შეუძლიათ ყველაფრის მოგება. ეს კი მათ განსაკუთრებულ мотивაციას აძლევთ. სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც პარიზული კლუბი სეზონის სტარტს მსუბუქად იწყებს და გუნდის ლიდერები ისვენებენ. სწორედ ასე მოხდა წინა სეზონშიც. PSG-მ კი სრული დატვირთვით თამაში მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან გავიდნენ. საბოლოოდ კი მათ ბოლომდე შერჩათ ძალები, რომ ყველა შესაძლო ტიტული მოიგოთ. ეს კი სწორედ ლუის ენრიკეს წარმატების ფორმულა, ამიტომ ნახოთ განმეორდება თუ არა იგივე. ამასთან ერთად უნდა აღენიშნოს, რომ კვარაცხელიას ოქროს ბურთის საგაზე კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. 2025 წლის ოქროს ბურთისთვის ბრძოლა სულ უფრო საინტერესო ხდება. აღსანიშნავია, რომ ბუკმეიკერების პროგნოზირებით მთავარი ფავორიტები უკვე გამოიკვეთა. მათი ვარაუდის მიხედვით რეიტინგს აბსოლუტური უპირატესობით უდგას უსმან დემბელე. მას კი მოსდევს ლამინ იამალი, რომელიც მეორე პოზიციას იკავებს. მესამე ადგილზეა მოჰამედ სალაჰი, მეოთხე პოზიციაზე კი რაფინია. სიის მეხუთე ადგილს იკავებს კილიან მბაპე. მეექვსე ადგილზე კი კვარაცხელია სახელს ვკითხულობთ. საგულისხმოა, რომ ქართველი ფეხბურთელი სიაში საგრძნობლად დაწინაურდა და საუკეთესოებს შორის მოხვდა. მე კი შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის დაჯილდოება 2025 წლის 22 სექტემბერსაა ჩანიშნული. იქამდე კი კიდევ ბევრი რამ შეიძლება რომ შეიცვალოს. ამიტომ მიყვეთ მოვლენების განვითარებას. მესის რჩევა, რომელმაც დემბელეს ცხოვრება შეცვალა. რა განაცხადა ფრანგმა? წარმატებული გამოვა თუ არა ჩაბი ალონსოს მადრიდული კარიერა მწვრთნელის რანგში? ტონი კროსის საინტერესო კომენტარი. ხოლო თუ აქამდე ხარ მოსული, შეგახსენებთ, რომ ჩვენი მიზანია ავიდეთ 2000 მოწონებაზე. რის შემდეგაც ახალი ვიდეო ძალიან მალე გამოვა. ტონი კროსი მიიჩნევს, რომ ჩაბი ალონსოს ხულენ ლოპოტეგის ბედი არ ემუქრება. როგორც მოგეხსენებათ, ლოპოტეგი რეალს 2018 წლის ზაფხულში ჩაუდგა სათავეში და ოქტომბერში უკვე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. სწორედ ამის გამო კი ტონი კროს შემდეგი შეკითხვა დაუსვეს. ფლორენტინო პერესი რამდენად მომთმენი იქნება, რამდენად შეინარჩუნებს რწმენას თუ საქმეები ცუდად წავიდა? ამას კი კროსი შემდეგი სიტყვებით პასუხობს. ფიქრობ ჩაბი სხვა სტატუსით მოდის ვიდრე ლოპოტეგი. მისი საკლუბო კარიერა მას უდავოდ ეხმარება, თუმცა ვერ დაიცავს თუ 3 წელი ზედიზედ ტიტულის გარეშე დარჩება. თავარია ნდობა მწვრთნელის მიმართ. ყოველთვის შედეგი არ წყვეტს ყველაფერს, რადგან ნდობა გაძლევს საშუალებას, რომ დროებითი წარუმატებლობები გადაიტანო. ხანდახან მწვრთნელებს 4 მატჩის შემდეგ ათავისუფლებენ. ასევე მნიშვნელოვანია ფეხბურთელებისა და გუნდის ლიდერების შეფასება, რადგან ხშირად მათ აზრს განსაკუთრებულად უსმენენ. ასევე ყველაფერს განსაზღვრავს ისიც, როგორ აგებს გუნდი თამაშს. მხოლოდ შედეგი კი არა, თავად პროცესიც მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი კი წყვეტს თუ რამდენ ხანს დარჩება მწვრთნელი. რეალში კი საკუთარი ადგილის მიმართ სრულ სიმშვიდეს ვერავინ ვერ გრძნობს. ტიტულების მოგება ადვილი არ იქნება. ხოლო ჩემპიონთა ლიგაში ყველაფერი რთულადაა. რეალი, ბარსა, ლივერპული, მანჩესტერ სიტი, ბაიერნი, PSG, არსენალი, განაცხადა ტონი კროსმა. და რას ფიქრობთ თქვენ მეგობრებო? თქვენი აზრი წარმატებული იქნება თუ არა ჩაბი ალონსოს კარიერა ახლა უკვე მწვრთნელის რანგში? როგორც მოგეხსენებათ, ლიონელ მესი და უსმან დემბელე 4 წლის განმავლობაში ბარსაში ერთად თამაშობდნენ. ფრანგ ფეხბურთელს კი ბლაუგრანაში ძალიან ბევრი კრიტიკოსი ჰყავდა. თუმცა როგორც აღმოჩნდა, უსმანს და ლეოს შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდათ. 8 ოქროს ბურთის მფლობელმა დემბელეს ისეთი რჩევა მისცა, რომელიც მას ძალიან გამოადგა. ამასთან დაკავშირებით კი უსმანმა თავად ისაუბრა. მესისთან ყოველთვის დიდებული ურთიერთობა მქონდა. გასახდელში ჩემი ადგილი მის გვერდით იყო და ყოველთვის ბევრ რჩევას მაძლევდა. ის არის ადამიანი, რომელმაც ინსტინქტურად იცის თუ რა გჭირდება. ჩემთვის ის საუკეთესოა. ის არის ფეხბურთელი, რომელმაც შთაგონება მომცა. ერთ დღეს ლეო მითხრა, რომ თუ ჩემი ოცნებების ახდენამ სულ სერიოზული უნდა ვიყო. სწორედ ამის შემდეგ დავიწყე მასზე დაკვირვება და ვსწავლობდი იმ ყველაფერს, რასაც მოედანზე აკეთებდა. განაცხადა დემბელე. მე კი შეგახსენებთ, რომ უსმან დემბელესთვის 2024-25 წლების სეზონი კარიერაში საუკეთესო იყო და ის ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. мотивაციისთვის კი თხოვნა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.